ბატონო ირაკლი გისმენთ თქვენ როგორ თვლით იყო თუ არა ხელისუფლების მიდგომა ზედმეტად რბილი და უნდა დასჯილიყო თუ არა კონკრეტულად თუნდაც ვლადიმერ ბედუკაძე იმისთვის რაც მან ჩაიდინა არა მარტო ბედუკაძე ბევრი სხვა არის შემდეგი თქვენ ეს გინდა გეწყინოთ გინდა არ გეწყინოთ ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ კადრების ხელახლა ჩვენება prime time-ში მაშინ როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი უყურებს ზუსტად იგივე ინფორმაციის მიწოდება შეიძლებოდა ამ კადრების ჩვენების გარეშე ბატონო ირაკლი ეს ერთი დავას მე ჩემს პოზიციას გეუბნებით ის მინიმუმის ჩემთვის მიუღებელია იმიტომ რომ დღეს საზოგადოება მართლაც დაიღალა ამით მეორე რაც შეეხება იმას თუ მე ბოდუკაძის მოსამართლე არა ვარ და საერთოდ ესეთი სიბინძურეების ამბები არ მაინტერესებს. მე ზუსტად მაგისტრის მყავს სახელმწიფოში პასუხისგებლიანი პროკურატურა, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. რომ ყველაფერი შეასრულოს, ვინც დამნაშავეა და ყველა ბოლომდე დასაჯოს. მაგრამ აქრო იმასაც გეტყვით, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ თითქოს ბედუკაძემ ერთი კადრი დადგა და ამის გამოც დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დაუკვეთა, ვინც შეუკვეთა და გამოვიძიო და გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ როცა ვიტყვით, რომ სისტემური დანაშაული არ არსებობდა ამ ერთი მაგალითიდან გამომდინარე, ესეც მართლა ირონიულია და მართლა ისე. არავინ არ არის აქ ცოტნე დადიანი. არავინ არ ჩვენ რეალურად გქონდა ეს პრობლემები და ყველანი ვიყავით იმის მომწერი და ყველამ ვიცოდით. ჩუმად იყო საზოგადოების უდიდესი ნაწილი შიშის გამო. დიახ, ხალბატონ ელისოს ვეთანხმები იმაში, რომ მეც მაქვს პასუხისგებლობა ამ მორჩევლის წინაშე, მეც მაქვს პასუხისგებლობა პირველ რიგში ჩემი ზუგდიდელების წინაშე, რომ ეს ყველაფერი არ იქნა გამოძიებული, რომ ეს ყველაფერი დროზე არ იქნა დასჯული. დიახ, არის ეს. ეს ის შეცდომაა, ეს ის ვალდებულებაა, რომელიც ქართულ ოცნებას აღსასრულებელი აქვს. რაც არ უნდა ვატრიალოთ, ეს რეალობა ესეთია. დღესაც არ არის მოგდა, მაგრამ ჩემთვის ასევე მიუღებელია ის, რაც ხდება ქალაქის ცენტრებში. აბსოლუტურად. რასაც არ უნდა ვაკეთებდე და ვინც არ უნდა ვაკეთებდე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეთ, რომ ყველაზე უფრო მთავრესი არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არის სასირცხვილო წარსული, რომელსაც ჩვენ გამოძიებით უნდა დაუსვათ წერტილი და დავამთავროთ და დავტოვოთ წარსულში, მაგრამ ამას ჩვენ რო ვაკეთებთ დღეს ქუჩებში, ვაკეთებ ბავშვების თანდასწრებით, ეს აბსოლუტური სისულელეა და ნურავინ ნუ დამაჯერებს იმაში, რომ ვიღაცამ გაიღვიძა ერთხელ ერთიანად და მოაფიქრა ამის გაკეთება და შემთხვევით დაემთხვა დღეები. არა, პროკურატურა ზუსტად მაგით უნდა დაინტერესდეს, რატომ ხდება ეს, ვინ აკეთებს და ვინ არის ამის მიღვა. ჩემთვის ზუსტად ასეთივე მიუღებელია ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არ არის ეს რა ქვია მაგას რაიმეს ეტალონიან რაიმეს მაგალითი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მაგალითი. ჩემთვის ზუსტად ისეა მიღებული მათი შენობების მიუღებელი მათი შენობების კრასკებით შეღებვა, ისე როგორც კახი კალაძეს ესროდნენ ქვებს იმაში გორში, ისე როგორც ჩვენ გვესროდნენ ზუგდიდში. რატომ არ ლაპარაკობს პროკურატურა ამას და რატომ არ იძიებს ამ თემას? იმიტომ რომ ეს დაგვაპირისპირებს ჩვენ საზოგადოებას და დაგვაბრუნებს ისე წარსულში, რომელსაც უკან ვერ მოატრიალებს ვერც ვერავი და ამით დამნაშავე ვიქნები. კიდევ უნდა ვთქვა ერთი რაღაცა. პროკურატურის საქმეა, საიდან მოხდა უკრაინული ვიკილիქსის თუ ნებისმიერი სხვა საჯარო წყაროს ხელში ეს ვიდეოები. ვიდეოები ქონდა გამოძიებას. ვიდეოები ქონდა შეიძლება მოპასუხე მხარეს. მაინც გამოიძიონ, სად მივიდა, ის მაინც გააკეთონ, რომ რა ქვია მაგას ინტერნეტ სივრცეში დაიბლოკოს კონკრეტული IP ადრესები, იმიტომ რომ ჩემს შვილებს აქვს სტომა Facebook-თან, ჩემს ახლობლებს აქვს სტომა ეს, მაგრამ საშინელება ხდება საზოგადოებას. საზოგადოებას ვაცხოვრებ პერმანენტული შიშის და პერმანენტული იმისა. დროზე უნდა მორჩეს ეს ყველაფერი და ნურავინ ნუ გააკეთებს ამაზე კაპიტალიზაციას, იმიტომ რომ გამოუწერს პასუხს ქართველი ხალხი ამას უკაცრავად ემოციისთვის.